თბილისში ვერაზე 4 ახალგაზრდა დაჭრეს. მოამბემ ექსკლუზიურად მოიპოვა თვითმხილველის მიერ გადაღებული კადრები თუ როგორ დაიწყო კონფლიქტი. შემთხვევა ერეკლე ტატიშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთი ღამის კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ვაკო 40-ზე მუშაობს თემაზე, რომელსაც ახლა ღია ეთერს დაუთმობ და ის დეტალებს გაგვაცნობს. ვაკო, პირდაპირ ეთერში ხარ. მოამბის მიერ ექსკლუზიურად მოპოვებულ ვიდეო მასალაში კარგად ჩანს თუ როგორ დაიწყო დაპირისპირება რამდენიმე ახალგაზრდა შორის ტატიშვილის ქუჩაზე. თუმცა კადრებში არ ჩანს კონკრეტულად 4 ახალგაზრდას დაჭრის მიზეზი. თვითმხილველების განცხადებით მათი თქმით დაპირისპირების მოტივი უცნობია, თუმცა შემთხვევა სავარაუდოდ კლუბში სტუმრებს შორის ურთიერთშელაპარაკება უძღვოდა. ხმაური იყო 2 საათზე 3 ნახევარს. და რამდენი ახალგაზრდა დაჭრესო, რას ამბობენ? 4. და ერთი კარგად შედარებით და 3 ცუდად. და რა იყო მიზეზი, ხო არის? არ ვიცი, აქ არ ვიცი რომელი მასში იყო კაფეში. აგერ კაფე არის ერთი ასეთ ლათ მიწაზე დახურულია, ღამე დღე არ მუშაობს, ღამე იმაში და მე ავიდან ზევით და დაჩეხენ ერთმანეთში. სადღაც 18 წლის ალბათ დაახლოებით ესე და კლუბიდან მოკეთ გამოვიდნენ, დაიწყო ჩხუბი. ერთი მხარე ეჩხუბებოდა, მეორე მხარეს გოგოებიან, ბიჭებიანად იყო გინება და ხელების ქნევა. შეხლა შემოხლის მე რომელიღაცას დანაუღია, დაუჭრია ერთი ბიჭი, რომელიც გაიქცა და მე ამ ის რო დაიჭრა ალბათ კიდე გაგრძელდა ჩხუბი, იმიტომ რომ სადღაც აი ამ კლუბის მიმდებარედ ბევრი ხალხი შეგროვებულა და ის დანას იქნევდა და ამ დროს პატრული მოვიდა, ეს ბიჭი არ ვიცი გაიქცა თუ წაიყვანეს, ჩემ თვალწინ დავინახე რომ 2 ბიჭი დაიჭირეს. ზევით მოხდა რაღაცა პატრული დავინახე, სხვა არაფერი არ ვიცი მართლა. და რა მოხდა? არ ვიცი, არ მაქვს ამოსვლის უფლება და არ ვიცი არაფერი მართლა. ან ჩხუბის ხმა გაიგეთ არა, პატრული დავინახე, ამოვედი დავკეტე კლუბებს, სულ ეგ. არა, კლუბში არ დაწყებულა. არა, კლუბში არაფერი. გვიანღამით დაჭრის შემდეგ 3 ახალგაზრდა ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს, საიდანაც 2 ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ერთი მამაკაცი კი ალადაშვილის კლინიკაში იმყოფება. ამ დროისთვის 4-ვე მათგანის მდგომარეობა სტაბილურია. პაციენტი შემოყვანილი იქნა თავიდან დავიწყება 112-ის მიერ კლინიკაში სისხლიანი ჭრილობის არსებობაზე მუცლის არეში. პაციენტი ჩაუტარდა შესაბამისი დახმარება. დღეისთვის გამოყვანილია პალატაში, მისი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. აღინიშნებოდა ცივი არაღით მიყენებული ჭრილობა, ერთს ჰქონდა ჭრილობა გუნკერდის არეში, მას გაეწია პირველადი დახმარება. მეორე პაციენტს ჰქონდა სისხლდენი ჭრილობა ბარძაყის არეში, სისხლდენის ინტენსივობა შედარებით უფრო ძლიერი იყო და ის პაციენტი მალევე აყვანილი იქნა საოპერაციოში. და მესამე პაციენტი დუნძულოს მიდამოში ჰქონდა ცივი არაღით მიყენებული ჭრილობები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დააკავა სავარაუდო დამნაშავე. მომხდარზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს. მადლობა ვაკო, მომხდარი ინციდენტის შესახებ დეტალები ვაკო 40-ზემ გაგვაცნო.